რუსეთი უბრალოდ განაგრძობს ზეწოლას. როგორც პუტინი ცდილობს გაამაგროს უკრაინაში ჩავარდნილი შეჭრა, ის ბრძანებს დრონების გაშვებას. ამ დრონებიდან ყველა უკრაინაზე არ არის მიმართული. ბევრი მათგანი ნატოს საჰაერო სივრცეში ხვდება და ეს მხოლოდ აისბერგის წვერია რუსეთის ჰიბის ჰიბრიდული ომის სტრატეგიაში. ახლა აღმოსავლეთ ევროპას მოთმინება ამოეწურა. პუტინმა გადაკვეთა მიუტევებელი ზღვარი და უკვე მდიდინარეობს მზადება დაპირისპირებისთვის. ყალიბდება ალიანსები, მუშავდება გეგმები, დაგმები და პუტინისთვის გაგზავნილი ნათელია. დატოვე ევროპა, ან განადგურდები. და ქვეყანა, რომელიც ამ გზავნილს ახლა ყველაზე ხმამაღლა გადასცემს და რომელსაც ალბათ არ ელოდით, ბულგარეთია. მარტის 7-ს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიდევ ერთი რუსული დრონი შეიჯრა ევროპის საჰაერო სივრცეში. ამჯერად სამიზნე სოფია იყო. ბულგარეთის დედაქალაქს სოფიას დროებით მოუწია ვასილევსკის აეროპორტის დახურვა მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების სისტემებმა შენიშნეს დრონი, რომელიც ახლო-მახლო დაფრინავდა. ბულგარეთის ხელისუფლებამ სწრაფად მოახდინა რეაგირება. საჰაერო მოძრაობის კონტროლი და სასაზღვრო პოლიცია შეთანხმებულად მოქმედებდნენ, რათა თვითმფრინავები სხვა მარშრუტზე გადაეყვანათ და აეროპორტში მყოფი ყველა ადამიანის უსაფრთხოება უზრუნველეყოთ. ინციდენტი ხანმოკლე იყო. დრონი მალევე გააუნებელყვეს. და მიუხედავად იმისა, რომ ბულგარეთი ფრთხილად იყო იმასთან დაკავშირებით გამოეცხადებინა, საიდან ფიქრობდა, რომ დრონი მოდიოდა, ზოგიერთი კი იმასაც კი ვარაუდობდა, რომ ირანულმა დრონმა შეიძლება მთელი გზა ბულგარეთის ტერიტორიამდე დაფრინა. სინამდვილეში მხოლოდ ერთი სავარაუდო დამნაშავე არსებობს. რუსეთი როგორც ჩანს, ისევ იმავეს აკეთებს. და ბულგარეთი ამ ბოლო შეჭრას გულხელდაკრეფილი არ ხვდება. მან იცის, რომ ის, რაც მარტის დასაწყისში გადაიტანა, ჰიბრიდული ომის სტრატეგიის მხოლოდ ზედაპირული ნაწილია, რომელიც ბევრად უფრო ღრმაა და ბევრად უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე ბევრს ევროპაში აღიარება სურს. რეალობა ისაა, რომ რუსეთი უკვე ომობს ევროპასთან ბასთან. უბრალოდ ეს ტრადიციული ომის ფორმით არ ხდება. ბულგარეთი ბოლო მსხვერპლია და რამდენიმე წუთში უფრო დეტალურად განვიხილავთ რუსეთის ჰიბრიდულ სტრატეგიას. მანამდე კი ბულგარეთის პასუხი უნდა განვიხილოთ. ქვეყანამ ბევრად უფრო შორს წაიღო საქმე, ვიდრე მხოლოდ აეროპორტის რამდენიმე საათით დახურვა. დრონების შეჭრის შემდეგ ბულგარეთი აქტიურად ქმნის ალიანსებს და უზრუნველყოფს თავის უსაფრთხოებას. ირანის შესაძლო ჩართულობის მიმართ კვლავ ფრთხილად, ქვეყანამ გამოაცხადა გაძლიერებული თანამშრომლობა საბერძნეთთან, რომელიც ნატოს მოკავშირეა და ასევე აღმოსავლეთ ფრონტის ქვეყანა, რომელიც ძალიან კარგად იცნობს ჰიბრიდული ომის საფრთხეებს. სოფიადან პირდაპირ თხოვნის შემდეგ, საბერძნეთი ახლა საკუთარ ტერიტორიაზე განათავსებს F-16 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს და Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას, რათა დაეხმაროს ჩრდილოელი მეზობლის საჰაერო სივრცის დაცვაში. ბულგარეთმა ასევე დაადასტურა თავისი მხარდაჭერა პერლის ინიციატივის მიმართ, რომლის მეშვეობითაც ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყნები შეერთებული შტატებისგან იძენენ იარაღს, რათა უკრაინამ გამოიყენოს ისინი რუსეთის წინააღმდეგ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად. აქ ჩვენ ხედავთ ერს, რომელიც შოკმა მოქმედებაში ჩააყენა და სწორედ აქ ხდება მისი პასუხი, მართლაც სერიოზული. გარდა იმისა, რომ ბულგარეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება პერლის ინიციატივის მიმართ, მან პუტინსაც მკაფიო გზავნილი გაუგზავნა. მისი ჰიბრიდული ომის ტაქტიკა ბულგარეთს არ აშინებს. პირიქით, აიძულებს ისეთ პასუხს, რომელიც სრულიად საპირისპიროა იმისა, რასაც პუტინი ცდილობს მიაღწიოს. პანიკისა და უკანდახევის ნაცვლად ბულგარეთმა უკრაინასთან 10 წლიანი თავდაცვის შეთანხმება გააფორმა. 30 მარტს გამოცხადებული შეთანხმების მიხედვით ბულგარეთი, რომელსაც Le Monde მსხვილი იარაღის მწარმოებლად ახასიათებს, უკრაინასთან ერთად უპილოტო აპარატებისა და რამდენიმე სხვა ტიპის იარაღის წარმოებაში ითანამშრომლებს. ეს შეთანხმება ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე ერთობლივ წარმოებას ხსნის, როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ხოლო შეთანხმების ხანგრძლივობა ორი ქვეყნისთვის საშუალებას იძლევა სრულად და სისტემურად მიუდგნენ ამ საკითხს. ეს ნამდვილად ასე შეიძლება იყოს. თუმცა 10 წლიანი შეთანხმება ასევე სიგნალია პუტინისთვის, რომ ბულგარეთი მიიჩნევს, უკრაინა გრძელვადიან პერსპექტივაში სუვერენულ სახელმწიფოდ დარჩება. ამისთვის აუცილებელია, რომ რუსეთმა უკრაინაში წააგოს. პუტინი აკვირდება, როგორ უპასუხა საბჭოთა კავშირის ყოფილმა წევრმა მის ჰიბრიდულ ომის სტრატეგიას იმ ერთ ქვეყანასთან კავშირების გაბის გაძლიერებით, რომლისგანაც რუსეთი ბულგარეთს დაშორებას თხოვს. თავდაცვის კომპანიებს შორის პარტნიორობა ჩამოყალიბდება. ბულგარეთსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა სამთავრობო დონეზე განხორციელდება. რუსეთსა და მის მოკავშირეებს ეგონათ, რომ დრონის სოფიაში გაგზავნა ხალხს დაყოფდა და შეაშინებდა. ყველაფერი, რაც პუტინმა შეძლო, იყო ის, რომ გახდა კატალიზატორი ახალი და უფრო ძლიერი ალიანსისთვის, რომელიც რუსეთს ეწინააღმდეგება. ამჟამად ევროპას ასეთი ალიანსი სჭირდება, ნატოსაც სჭირდება ეს. დრონი სოფიის თავზე მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმისა, რომ რუსეთი ევროპასთან ომშია. ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრმა, ანუ SEPAM, 31 მარტის ანგარიშში განაცხადა, რომ ის, რასაც ახლა მთელ ევროპაში ვხედავთ, არის ჩრდილოვანი ომი, რომელსაც თითქოს დასასრული არ უჩანს. ევროპა, როგორც აღნიშნულია, აღარ არის მხოლოდ უკრაინაში მიმდინარე ომისა და რუსეთის აგრესიული ქმედებების მოწმე. ის გახდა სისტემური ჩრდილოვანი კამპანიის სამიზნე, რომლის ფარგლებშიც რუსეთი ცდილობს დაანგრიოს ევროპული სტრუქტურა და ქაოსის თესლი დათესოს იმ ქვეყნებში, რომლებიც მისი აზრით ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნიან პუტინის სურვილს, შექმნას რუსეთის იმპერიის ახალი ვერსია. რაკეტები არ დაფრინავენ და რუსული ძალები არ იჭრებიან დანარჩენ ევროპაში ისე, როგორც უკრაინაში.
დივერსია, თვალთვალი, კიბერდანაშაულობა და საჰაერო შეჯრები ამ ჩრდილოვანი ომის იარაღებია. და ეს ბრძოლა რუსეთმა მინიმუმ 2022 წლიდან აწარმოებს და ევროპამ უნდა გაიღვიძოს ამ რეალობის წინაშე. ამ ჩრდილოვანი ომის მუდმივი ესკალაცია ის, რაც რუსეთის ქმედებებს ცალკეული ტაქტიკებიდან ერთიან სტრატეგიად აქცევს. რუსეთი სარგებლობს ევროპული შეკავების ტიპური მოდელებით, რომლებიც სიფასთქმით ვარაუდობენ, რომ მოწინააღმდეგე შეაფასებს რისკებს და თავის ქმედებებს და არეგულირებს მოსალოდელი საოდნელი სასჯელის პირდაპირი პასუხის სახით. რუსეთი ასეთი ტიპის მოწინააღმდეგე არ არის. რუსეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურები ინიციატივისთვის ჯილდოვდებიან და არა თავშეკავებისთვის. ოპერაციებს არ სჭირდებათ კონკრეტული სტრატეგიული მიზნების მიღწევა იმისთვის, რომ გამართლდნენ. მათ მხოლოდ მოქმედების დემონსტრირება სჭირდებათ. ამნიშნავს სიბა. ეს მთელი ევროპის პრობლემაა. რუსეთის სისტემა ესკალაციისთვის აჯილდოვებს, ხოლო ევროპის შეპრობის შეკავების მეთოდი საკმარისად არ ჯის ამ ესკალაციას, რომ რუსეთი შეჩერდეს. ამ სამხედრო პოლიტიკის შეუსაბამობიდან განვითარდა ერთმხრივი არატრადიციული ომი, რომელშიც ევროპა დამარცხებულ მხარეს წარმოადგენს. ბულგარეთი ამას კარგად იცის. მან ახლახანი ხილა რუსეთის სტრატეგიის მაგალითი სოფიაში და პასუხობს ამაზე თავისი საზღვრების გაძლიერებით საჰაერო საფრთხეების წინააღმდეგ და უკრაინასთან შეთანხმებების გაფორმებით, რაც საბოლოოდ გააძლიერებს იმ ტრადიციულ ფრონტს, რომელიც ევროპას აქვს პუტინის აგრესიის წინააღმდეგ. მაგრამ რუსეთისთვის მისი ჩრდილოვანი ომი 4 ტიპის შეტევად იყოფა, რომელთაგან ყველა გაიზარდა მას შემდეგ, რაც პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო. ეს კატეგორიები მარტივია: პროქსები და შეღწევა, წყალქვეშა ინფრასტრუქტურა და ენერგეტიკა, საჰაერო შეჭრები და კიბეროპერაციები. ერთად აღებული ისინი რუსეთის ჩრდილოვანი ომის შუბებია, ხოლო დრონით შეჭრა ბულგარეთში მხოლოდ უზარმაზარი აისბერგის წვერია, რომლის გალღობასაც ევროპამ უნდა მიხედოს. დავიწყებთ პროქსებითა და შეღწევის ტაქტიკებით. ევროპის კოლექტიური ცხვირის ქვეშ რუსეთმა შექმნა პროქსებისა და კრიმინალური საწარმოების ფართო ქსელი, რომელიც მოქმედებს ევროპის ქვეყნების ტერიტორიაზე. დამწრობა, დივერსია, დაშინება და თვალთვალი. ეს არის იარაღები, რომლებსაც ეს პროქსი ჯგუფები იყენებენ და ისინი ძალიან ეფექტურები აღმოჩნდნენ. მესამე მხარის აქტორების გამოყენებით რუსეთი შეძლებს განაცხადოს, რომ არ აქვს ინფორმაცია იმ ინციდენტებზე, რომლებიც თითქოს შემთხვევით ემსახურება მის მიზნებს, რაც თავის მხრივ სრულიად უსარგებლოს ხდის იმ ევროპულ შეკავების მოდელს, რომელზეც ვახსენეთ. როგორ შეგიძლია შეაკავონ მტერი, რომელიც ტრადიციული წესებით არ იბრძვის? ამ პროქსი და ინფილტრაციის მიდგომის მაგალითები იმდენად ბევრია, რომ დათვლა შეუძლებელია. Chatham House ამბობს, რომ ეხლა გაერთიანებულ სამეფოში არიან ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ რუსული დაზვერვისთვის მუშაობენ. გერმანიამ დააკავა პირები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან რუსეთის სახელი თავდასხმების დაგეგმვაში. შვედეთში მატარებლების რელსებიდან გადასვლის სერიას ყველგან რუსეთის კვალი ეტყობოდა. ესტონეთში, რომელიც ნატოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღმართული მთელი აღმოსავლეთის ფარის საკვანძო ქვეყანაა, უსაფრთხოების სამსახურები აღნიშნავენ, რომ რუსი აქტორები ინტენსიურად ცდილობენ ადგილობრივი მოქალაქეების გადაბირებას, სავარაუდოდ მთავრობის წინააღმდეგ თავდასხმისთვის ძალის შექმნის მიზნით. ეს არის რუსეთის მცდელობა კოლექტიურად დაასუსტოს ევროპა. საბოტაჟი, რომელსაც ახორციელებენ ბროქსები, შემოპარული პირები და მოღალატეები, მიზნად ისახნად ისახავს განხეთქილებისა და დაბნეულობის შექმნას იმ ქვეყნებში, რომლებიც სამიზნად არის არჩეული. და ეს ხშირად მუშაობს. ამ წუთებში ბულგარეთში არის პრორუსული ჯგუფი, რომელიც გმობს იმ შეთანხმებას, რომელიც ქვეყანამ ახლახან გააფორმა უკრაინასთან. ბულგარეთში არიან პროკრემლის პარტიები, რომლებიც სავარაუდოდ გამოიყენებენ ამ შეთანხმებას პლატფორმად 19 აპრილს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ. ვლადიმირ პუტინის ინტრიგები აშკარაა და სწორედ ასეთი დაყოფა მიზეზი იმისა, რომ 2024 წელს ევროპაში რუსული დივერსიული ოპერაციები 4-ჯერ გაიზარდა. საბოტაჟზე საუბრისას რუსეთმა თავისი ჩრდილოვანი ომის მზერა, ევროპის ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანეს წყალქვეშა ინფრასტრუქტურაზე გადაიტანა. ეს არის ჩრდილოვანი ომის 4-ნაწილიანი გეგმის მეორე ნაწილი. და სწორედ ასეთ საკითხებს ვაშუქებთ The Military Show-ზე. ამიტომ ვქნით ვიდეოებს, რათა აგიხსნათ, როგორ მოქმედებს რეალურად ძალაუფლება. თუ ეს თქვენთვის სასარგებლოა, აუცილებლად გამოიწერეთ არხი. სიბა იცის, რომ წყალქვეშა კაბელები და სხვა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელსაც რუსეთი ევროპის მასშტაბით ესხმის თავს, მოწყვლადია, რადგან ისინი აუცილებელია როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო ცხოვრებისათვის. კიდევ ერთხელ რუსეთი ევროპაში იგივე მეთოდს არ ეკენებს, რასაც უკრაინაში. რაკეტები და უპილოტო აპარატები ელექტროსადგურებს არ ესხმიან თავს. რუსეთის მიდგომა ბევრად უფრო ფარულია, რადგან ის ცდილობს გამოიყენოს ზღვისა და ოკეანის მასშტაბით არსებული ხარვეზები ევროპის თავდაცვაში, რათა დააზიანოს კომუნიკაციები და შექმნას დაბნეულობა სამხედრო სტრუქტურებში მთელ ევროპაში. გემები, ზოგჯერ რუსეთის კუთვნილი და ზოგჯერ კი თითქოს უწყინარი სამოქალაქო ხომალდები, ხშირად შეიმჩნევა ევროპის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი წყალქვეშა საკაბელო ქსელების მიმდებარედ. 2025 წლის 7 აპრილისთვის მხოლოდ ფინეთის ყურეში ბოლო 18 თვის განმავლობაში წყალქვეშა დივერსიის მინიმუმ 2 შემთხვევა დაფიქსირდა. ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი კვლავ გახდა სამიზნე. ბალტიის ზღვა კიდევ უფრო მეტად გახდა სამიზნე. 2022 წლიდან 25 აპრილამდე ბალტიის ზღვაში 6 სავარაუდო დივერსიის შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლიდან 11 წყალქვეშა კაბელი ან გადაჭრეს, ან დააზიანეს, იტყობინება პოლიტიკო.
ისევე როგორც მისი პროქსი და შეღწევის მეთოდები, ეს ყველაფერი ხორციელდება ისე, რომ რუსეთს ჰქონდეს სარწმუნო უარყოფის შესაძლებლობა. ყველამ განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაში იცის ვინ დგას ამ წყალქვეშა დივერსიების უკან. მაგრამ უტყუარი მტკიცებულების გარეშე და იმ პირობებში, როცა რუსეთი ზუსტად იცის სადამდე შეიძლება წავიდეს, სანამ ტრადიციული ომის აქტის ზღვარს გადაკვეთს, რეალური პასუხი შეუძლებელია. რუსეთი პოულობს კომუნიკაციისა და ენერგეტიკის სისუსტეებს ევროპის წყალქვეშა საკაბელო იმპერიაში, ასევე ნერვებზე თამაშობს და ცდის საზღვრებს ჰაერშიც. დრონი, რომელიც სოფიას საჰაერო სივრცეში შევიდა, მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ მრავალთაგან, რაც გვინახავს, როცა როგორც ჩანს, რუსეთის კუთვნილი საშუალებები ნატოს ქვეყნების საჰაერო სივრცეში შედიან ქაოსის შესაქმნელად. ხშირად ამ შეჭრებს ისეთი დრო აქვს შერჩეული, რაც მიუთითებს, რომ ვლადიმერ პუტინი აქტიურად ცდილობს ნატოს დათვს უჩხვლიტოს. სავარაუდოდ იმიტომ, რომ დარწმუნებულია რუსულ ტერიტორიაზე დაუყოვნებელი საპასუხო დარტყმა არ განხორციელდება. მოდით მაგალითად ავიღოთ ოპერაცია აღმოსავლეთის დარაჯის გამოცხადება 2025 წლის 12 სექტემბერს. ეს ოპერაცია გამოცხადდა მას შემდეგ, რაც რუსული დრონი პოლონეთში შეიჭრა, მაგრამ ოპერაციის გამოცხადებიდან ნაკლებად ვიდრე 24 საათში რუსული დრონი რუმინეთის საჰაერო სივრცეში შევიდა. და ნაკლებად ვიდრე ერთი კვირის შემდეგ რუსული MiG-31-ის 3 გამანადგურებელი ესტონეთის საჰაერო სივრცეში შევიდა და იქ 12 წუთის განმავლობაში დარჩა. განზრახ უგულებელყო ყველა მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდებაზე, სანამ ნატოს არ მოუწია საკუთარი თვითმფრინავების გაგზავნა, რათა რუსული გამანადგურებლები აღმოსავლეთ ფლანგიდან გაეცილებინა. მას შემდეგ ბელორუსული ამინდის პუშტები ლიტვის თავზე დაფრინავდნენ, რუსული დრონები ესტონეთში ამერიკული ბაზების ტერიტორიაზე შეიჭრნენ და კიდევ ბევრი სხვა შემთხვევა მოხდა. მხოლოდ 2025 წელს, როგორც საუბარში აღნიშნული, რუსეთის საჰაერო საშუალებებმა ნატოს საჰაერო სივრცე 18 ჯერ გამოსცადეს. ეს 3 ჯერ მეტია ვიდრე 2024 წელს დაფიქსირებული შეჭრების რაოდენობა. და ეს ბოლო დრონი ბულგარეთის საჰაერო სივრცეში, როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პუტინი უახლოეს მომავალში არ აპირებს რუსეთის ჩრდილოვანი ომის სტრატეგიის მესამე ნაწილის მიტოვებას. რატომ უნდა გააკეთოს ასე? რუსეთს ეს ყველაფერი უმეტესად შერჩება. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს პუტინი. და ბოლოს არსებობს კიბეროპერაციებიც. რუსული კიბერშეტევები ვითარდება. ადრე ისინი ზოგადად ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ესხმოდნენ თავს, ახლა კი უფრო ოპერაციულ სისტემებზე, როგორიცაა ენერგეტიკული ქსელები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, კონცენტრირდნენ. დეზინფორმაციაც რუსეთისთვის კიბერფრონტზე ერთ-ერთი მთავარი იარაღია. სოციალურ მედიაში ბოტებისა და კალბი აქტორების მასობრივად ჩართვით, რუსეთი ახერხებს მანიპულირებას იმ ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროზე, რომელსაც ბევრი იყენებს, რათა გავლენა მოახდინოს არჩევნებზე და საზოგადოებრივი განწყობა საკუთარი საზღვრების გარეთეთის გარეთაც კი წარმართოს. ირონია ისაა, რომ რუსეთი შიდა სივრცეში ღია ინტერნეტზე წვდომას ხუდავს, მაშინ როცა სწორედ ამავე წვდომას იყენებს პუტინის დღის წესრიგის გასავრცელებლად სხვა ქვეყნებში. ლონდონის King's College ხაზს უსვამს, რამდენად გავრცელებულია ეს კიბერაქტივობები. ის ამბობს, რომ 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის ნოემბრამდე მან დააფიქსირა უცხოური ინფორმაციის მანიპულაციისა და ჩარევის 505 შემთხვევა. ეს შემთხვევები შეეხებოდა 25 პლატფორმას. მიზანში ჰყავდა 90 ქვეყანა იყო ჩართული. 322 ორგანიზაცია მოიცავდა 38000 არხს და გამოიწვია 78000 მასალის შექმნა. უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი და მოლდოვა იყვნენ ყველაზე ხშირად მიზანში ამოღებულ ქვეყნებს შორის. და ეს სოციალური მედიის ოპერაციები გვაჩვენებს, რომ რუსეთის კიბერომი მხოლოდ სისტემების გათიშვას არ ეხება, არამედ აზრზე ზემოქმედებასაც. კიდევ ერთხელ ეს სიტყვა დაყოფა წინა პლანზე გამოდის. თავისი კიბერკამპანიებით რუსეთს შეუძლია პირდაპირ დააზიანოს სამიზნეები და შექმნას ისეთი პოლარიზებული პოლიტიკური ატმოსფერო, როგორიც ახლა აშშ-სა და გაერთიანება ერთიანებულ სამეფოში ვხედავთ. ევროპა ცდილობს ამ მიმართულებით წინააღმდეგობა გაუწიოს. 2025 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ გამოაცხადა სანქციების დაწესება 2 სუბიექტსა და 12 პირზე, რომლებიც ინფორმაციის მანიპულირებასა და კიბერთავდასხმებში იყვნენ ჩართული. ნიშნულოვანი ნაბიჯებია, დიახ, მაგრამ ეს ჯერ კიდევ შორსაა იმ მასშტაბისგან, რაც საჭიროა რუსეთის კიბერქმედებების შესაჩერებლად. და ეს არის მთავარი პრობლემა, რომელსაც ევროპა აწოდება. მაშინ როცა რუსეთი თავის ჩრდილოვან ომს აწარმოებს, ბევრმა ევროპაში ან საერთოდ არ იცის რა ემუქრება, ან არასწორად ახასიათებს ამ ჩრდილოვან ომს. ევროპის ბევრ ქვეყანაში იმ სახის დივერსიებსა და კიბერდანაშაულებს, რასაც რუსეთის ჩადის, ხშირად სისხლის სამართლისა და სამოქალაქო სამართალდამცავი სტრუქტურების მეშვეობით ართმევენ თავს. კაბელების დივერსიას ხშირად საზღვაო შემთხვევების შედეგად მიიჩნევენ. პუტინიც კარგად იცის ეს ყველაფერი. სწორედ ამიტომაც ახერხებს რუსეთი ამდენის დაუსჯელად გაკეთებას ჰიბრიდული ომის ფრონტზე. რასაც რუსეთი აკეთებს, ომის განმეორება დაქტებად არ განიხილება. ეს არის დანაშაულები, რაზეც რუსეთი ამტკიცებს, რომ პასუხს ვერ აგებს და არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თუნდაც სამხედრო ფრონტზე შეიძლება ითქვას, რომ ევროკავშირი და ნატო საკმარის არ აკეთებენ რუსეთის შესაჩერებლად. Euromaidan Press ითხოვინება, რომ ბრუნო კალი, რომელიც გერმანიის ფედერალური სადაზვერო სამსახურის ხელმძღვანელი იყო, პროგნოზირებს, რომ რუსეთი შეიძლება 2020-იანი წლების ბოლოს ნატოს რომელიმე ქვეყანას დაესხას თავს. სხვა პირებიც, მათ შორის კარსტენ ბროიერი, რომელიც გერმანიის სამხედრო ძალების გენერალური ინსპექტორია, მსგავს განცხადებებს აკეთებენ. ევროპაში გაფრთხილების შემდეგ ისმის იმის შესახებ, რომ ტრადიციული შეკავების მექანიზმი აღარ მუშაობს. მიუხედავად ამისა, ევროპა ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ ჩრდილოვანი ომი ჩვეულებრივ ომში გადაიზარდოს.
Euromaidan პრესის მიხედვით, ევროპა შეიძლება 2035 წლამდე არ იყოს მზად, რაც საუკეთესო შემთხვევაში 5 წლით გვიან იქნება მას შემდეგ, რაც ნატოს ბევრი გენერალი აფრთხილებს, რომ რუსეთი შეტევაზე გადავა. All შემთხვევაში ევროპის ნაწილი მაინც არ იქნება მზად. მატერიკის აღმოსავლეთ ფლანგზე უკვე ვხედავთ, რომ მზადების დონე იზრდება. ბულგარეთი ამის იდეალური მაგალითია. ის დახმარებას ითხოვს საბერძნეთისა და უკრაინისგან, რათა გაუმკლავდეს გარდაუვალ რუსულ საფრთხეს. RFU News-ის მიხედვით, რამდენიმე სხვა ევროპული ქვეყანაც ანალოგიურად იქცევა. უკრაინა უკვე 4 წელზე მეტია ბრწყინვალედ იცავს თავს იმ ტიპის კამპანიისგან, რომლის ჩატარებასაც პუტინი შესაძლოა ევროპაში აპირებდეს. უკრაინას ახლა უფრო ძლიერი თავდაცვის ინდუსტრიული ბაზა აქვს, რომელმაც შეიმუშავა სხვადასხვა ტიპის ანდრონული ტექნოლოგიები, როგორიცაა ინტერსეპტორი, დრონები და ელექტრონული ომის შესაძლებლობები. ბულგარეთი ახლა ისარგებლებს ამ ტექნოლოგიებით. ამ ტექნოლოგიებით დანია, ფინეთი და ლატვიაც ისარგებლებენ, რომლებმაც ყველამ უკრაინასთან პარტნიორობის ხელშეკრულებები გააფორმეს ინიციატივის აშენე უკრაინისთვის ფარგლებში. ვიწყებთ იმის დანახვას, როგორ ინტეგრირდება უკრაინის გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში. ეს შეიძლება იყოს იდეალური პასუხი პუტინის ჩრდილოან ონზე. მეთოდი, რომელიც განკუთვნილი იყო დაყოფისთვის, ახლა იწყებს ერთიანობის შექმნას ევროპაში, სულ მცირე, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონში. რედz იდეალური პასუხია ყველაფერზე, რასაც რუსეთი აკეთებს. ომისთვის მზადება უკვე აქტიურად მიმდინარეობს აღმოსავლეთის ბევრ ტერიტორიაზე. ბულგარეთი მხოლოდ ახლა იღვიძებს იმ საფრთხის მიმართ, რომელსაც რუსეთი წარმოადგენს და იწყებს მზადებას. ლატვიაში ნატოს საბრძოლო ჯგუფი, რომელსაც გერმანული ბრიგადა ხელმძღვანელობს, ფორმირდება და 2027 წლისთვის მზად იქნება. პოლონეთი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. 2025 წელს მან თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5% თავდაცვაზე დახარჯა, რაც ნატოს წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. და მისი თავდაცვითი ხარჯების 54% იარაღის წარმოებას ხმარდება და არა ხელფასებისა და სხვა ხარჯების დაფარვას. სამივე ბალტიისპირეთის ქვეყანა, ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, პოლონეთის მსგავსად აქტიურად ახორციელებენ ინვესტიციებს სასაზღვრო თავდაცვაში. რასაც აქ ვხედავთ, ეს არის თესლის დათესვა აღმოსავლეთ ევროპაში. მაშინ როცა ბევრს კონტინენტზე ეჭვიეპარება და ოღმანობს, თითქოს მუდმივად არიციან როგორ უპასუხონ ჩრდილოვან ომს, მაშინაც კი როცა გენერლები აფრთხილებენ, რომ რუსეთი უფრო შორს წასვლას აპირებს, ბულგარეთი, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ემზადებიან იმისთვის, რასაც ისინი ელიან. ამ ჩამონათვალში საბერძნეთიც შეგიძლიათ ჩართოთ. ბულგარეთი საბოლოოდ თავის მეზობელზე საბერძნეთზე ეყრდნობა თავდაცვისთვის. ამ ქვეყნების და უკრაინის თანამშრომლობა ისტორიულად უმაღლეს დონეზეა. თავდაცვითი ზომები ეწყობა და ჩრდილოვანი ომის მიერ ამოქმედებულ განგაშის ზარებს ყურადღებას აქცევენ. აღმოსავლეთ ევროპა უკრაინას უერთდება. და ამით პუტინს აცნობებს, რომ ჩრდილოვანი ომი, რომელსაც ის აწარმოებს, მათ არ აშინებს. ისინი ემზადებიან ბრძოლისთვის და უკრაინასთან ერთად მუშაობენ, მზად არიან გაანადგურონ რუსეთის ლიდერი და მისი იმპერიული ამბიციები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული დარჩება თუ არა რუსეთს საერთოდ არმია, რომ თავისი ჩრდილოვანი ომი ჩვეულებრივ ომად გადააქციოს. ეს სულაც არ არის გარანტირებული, რადგან 10,000-ობით პუტინის ჯარისკაცი უკრაინაში იღუპება. რაღაც უკრაინაში რუს ჯარისკაცებს ისე ანადგურებს, როგორც არასდროს. და ეს ცუდი ამბავია გაზაფხულის შეტევისთვის, რომელსაც ქვეყანა უნდა დაემარცხებინა, რომელიც არანაირ ნიშანს არ აჩვენებს, რომ რუსეთის ზეწოლას დაემორჩილება. რუსეთის კატასტროფული სამხედრო მარცხების შესახებ უფრო მეც ჩვენს ვიდეოში გაიგებთ. თუ ეს ვიდეო მოგეწონათ, არ დაგავიწყდეთ გამოიწეროთ The Military Show, რომ არ გამოტოვოთ შევოთ შემდეგი ვიდეოები. მადლობა ყურებისთვის.